იყო თუ არა ეს ბიტკოინის ტოპი? მეგობრებო, დღეისთვის წესით მქონდა სხვა ვიდეო დაგეგმილი, სხვა ვიდეო მინდოდა ამეტვირთა, მინდოდა ვიდეო ამეტვირთა ოქროზე და ვერცხლზე, სადაც ვსაუბრობ ასევე ეკონომიკაზე, მაკროეკონომიკაზე, ევროპაზე, ევროზე. თუ რატო ველოდები დიდ კრიზისს სოფლიოში თვითონ, რატო შეიძლება რომ ყველაფერი გაუფასურდეს, რატომ არის ძალიან დიდი ბაბლი, იმიტომ რომ ყველაფერი მაღალ-დამაღლა იწევს, ამავდროულად, მაგრამ რაც გუშინ მოხდა, გადავწყვიტე რომ ნორმალურიც არის და ლოგიკურიც, რომ დღეს გადამედო ეს ვიდეო და ჩამეწერა ვიდეო ბიტკოინს და ეთერიუმს. რა თქმა უნდა, ვინც წინა ვიდეოებს უყურებს, რა თქმა უნდა, როცა დიდი გიჟური ზრდები არ არის ხოლმე კრიპტოზე, ბევრი არ უყურებს ხოლმე ვიდეოებს YouTube-ზე, ნორმალური არის. მაგრამ ვინც ნახა ჩემი წინა ვიდეოები, ძალიან ხშირად ვსაუბრობ, TikTok-ზეც მქონდა შორტები დადებული, Instagram-ს მქონდა შორტები დადებული, რომ გაყიდე ბიტკოინი სანამ დრო არის. იმიტომ რომ ყველაფერი იყო all-time high-ზე, ყველაფერი იზრდებოდა, S&P-ც იზრდებოდა, ოქროც იზრდებოდა, ვერცხლიც იზრდებოდა, ყველაფერი იზრდებოდა, როცა ვიცოდით რომ ეკონომიკაში ყველაფერი ცუდად მიდოდა, მაგრამ ყველას პირზე ეკერა ალტსეზონი, ყველას პირზე ეკერა 150-ი, 200-ი ბიტკოინისთვის და შემდეგ. ასევე ვედეცია საფულეში, როგორც განახეთ, მე ჯერჯერობით ისო მოგებაში ვარ ვედეცია საფულეში. დღეს დილითაც ვნახე და ისო მოგებაში ვართ, რაც რა თქმა უნდა არის იდეალური. ხო, ეხლა ყველა წაგებაში არის, ყველა მინუსში არის და პირიქით ჩემი ორდერები შეივსო, პირველი ორდერები შეივსო ბიტკოინზე და ეთერიუმზე, მაგრამ კიდე თუ დავარდნენ, კიდე ორდერები აყენია იქ ქვემოთ. როცა ამობდნენ რომ აი კიდე გგონია რომ ბიტკოინის ფასი და ეთერიუმის ფასი მანამდე ჩავა, რატო აგიყენია მან ორდერები. როცა არავის არ ეგონა, ზუსტად მაშინ ხდება ეგეთი რაღაცები ხოლმე. ჩემი ორდერები შეივსო და აქ მინდა კიდევ ერთი რაღაცა გითხრათ მეგობრებო. ბევრს გაეჭედა ბაზრები, ანუ ორდერები არ შეევსოთ, არც ბაი არცელები და რატომ ხდება ეს? ამიტომ არის საჭირო, ანუ როცა შენ ტრეიდერი ხარ, ფიუჩერ ტრეიდერი ფიუჩერებზე თუ ვაჭრობ და ესე ვთქვათ, leverage trade-ებს იღებ და stop loss აყენებ, რა თქმა უნდა ესეთი ვარდნის დროს შეიძლება უფრო დიდი ფიები გადაგახდეინოს, ну შეიძლება კი არა და აუცილებლად დიდი ფიებს გადაგახდევინებს, მაგრამ შენ გიყენია stop loss-ი და ესე ვთქვათ, შენი პოზიციიდან ვარდები, ხო? მაგრამ როცა აქ არის spot trading-ზე ან ინვესტიციაზე, ხომ აუცილებელი არის რომ შენი ორდერები ეს კარგად დაიმახსოვრე. აუცილებელი არის რომ შენი ორდერები ყოველთვის გქონდეს თავიდან ჩაწერილი. ანუ როცა შენ ყიდულობ რაიმე კოინს, ან ყიდი და მოგება საფიქსები და გინდა ისე ვიყიდო, ეგრევე როცა შენი ორდერი შეივსება, მეორე ორდერი ეგრევე მიაყოლე ხოლმე და ეგრევე ჩაწერე. იმიტომ რომ order book-ში ესე ხდება, ვინც პირველი შეიყვანა ორდერი, ჯერ მისი ორდერები ივსება და მერე სხვების. ამიტომაც ჩემი ორდერი უკვე თვეების წინ მეყენა ბიტკოინზეც და ეთერიუმზეც და ამიტომ შეივსო ჩემი ორდერები პირველი და არანაირი პრობლემა არ შემქნია პირადად მე. ამიტომ ყოველთვის ვთქვი რომ როცა შენ ასე ვთქვათ spot trading-ზე ვაჭრობ, ან უბრალოდ პოზიციებს, ასე ვთქვათ, იშენებ, იზონე იმაზე, რომ ორდერები გეყენოს წინასწარ. ეხლა კიდე რატომ მოხდა ეს ვარდნები? მე საერთოდ არ მაინტერესებს რატომ მოხდა ეს ვარდნები, სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ რახან ყველა საინტერესო და გადავხედე ეგზე და სავარაუდოდ ამერიკამ ისევ დაუწესო ჩინეთს 100%-იანი ტარიფები და ამიტომ მოხდა ეს სიგიჟო, რაც ჩემთვის არის უდიდესი ბლეფი, უდიდესი სიგიჟო, უდიდესი არც, ანუ ლოგიკაში არ ჩდება, იმიტომ რომ აქამდეც იყო ეს ტარიფები, ეს ტარიფები არ არის ჩვენთვის ისეთი რამ რომ ვაიმე რაღაც ახალი არის და აი როგორც მაშინ კორონა იყო რაღაც ახალი, ხო, როგორც უკრაინის ომი იყო რაღაც ახალი, როცა ამერიკამ რო ირანს დაარტყა, ჩვენთვის იყო რაღაც ახალი, ხო? მაგრამ მაგალითად რომ ავიღოთ, ეხლა რაც ავნო, ეხლა რომ ვთქვათ, რომ აი რუსეთმა კიდე რაღაცა ტერიტორია დაიკავა უკრაინაში, ან უკრაინამ რაღაცა ტერიტორია დაიკავა რუსეთში, ანუ დიდი აჟიოტაჟი არ მოყვება ამ ყველაფერს, ხო, იმიტომ რომ შეჩვეულები ვართ და ვიცით, ხო? და ტარიფებზეც შეჩვეულები ვიყავით და ვიცოდით და ანუ ამხელა რეაგირება აღარ იყო ხოლმე, ხო? ბოლოში უკვე საერთოდ რეაგირება აღარც იყო ხოლმე, იმიტომ რომ ესე ვთქვათ, იმუნური სისტემა იყო გამომუშავებული ტრეიდერებზე და ინვესტორებზე, ხო? იმიტომ აქ არის სულ სხვა რაღაც. მაგრამ ჩემი აზრით, ამას ყოველთვის ამბობ ხოლმე, რომ არასდროს არ უნდა უყურო მიზეს. აი რა მომწონს ხოლმე ამ ფანფლუენსერებში, იუთუბერებში, ჯერო გეონებიან ბიტკოინი იყიდე, მე რო გეონებიან რომ აი უნდა იყიდო იმ ფულით, რომელიც მზად ხარო დაკარგო, როცა გეონებიან რომ ბიტკოინი მომოვალე, თუ მომოვალე რატო უნდა იყიდო იმ ფულით და რატო პირიქით, ანუ უფრო მეტი უნდა იყიდო, ხო? და მე ანუ ესეთი რაღაცა რო ხდება ხოლმე და რო დაიწყებენ იმის ძიებას, რომ აი იმან იქ გააკეთა ეკონომიკაში, ესე ხდება, იქ ის ხდება, ეს ხდება. ერთი ძალიან მარტივი
პასუხი ამ ყველაფერზე, რომელსაც არ უნდა ძალიან დიდი ქექიალობა და რაღაც ფილოსოფოსობა. რატომ დავარდა ბაზარი? ბაზარი დავარდა, იმიტომ რომ გავყიდე მე, გაყიდე შენ, გაყიდა სხვამ, გაყიდა იმან, გაყიდა ამა, ბევრი ჩავარდა, ანუ მაგაზე ბევრი ჩავარდა კიდე პანიკაში, ვინც ლონგებში იყო და სტოპ-ლოსები შეუსვა, ისინი ცელ გამოდიან და ანუ ამ ყველაფერს ქონდა უფრო დიდი ესე ვთქვათ, დატვირთვა, უფრო დიდი ინფლუენს ქონდა ბაზარზე, ფასი დავარდა უფრო ძლიერად, ხო? მაგიტომ ვარდება ფასი. რო გამოდიან ხოლმე და აი ახალ ბედა ინვესტორები არიციან, შეჩოლები არ არიან და აი სტოკ მარკეტზე ვინც არის შემოსული, აი მათ ალბათ გული დაარტყავს ამ იმეს. გული რატო უნდა დაარტყოს? პროფესიონალი ინვესტორები არიან შემოსულები და რას ქვია გული უნდა დაარტყოს? ანუ მაგაზე მეცინება ხოლმე და ანუ ზუსტად მაგიტომ ამბობ ხოლმე რომ ეგეთი ხალხი თუ არ იყო კრიპტო ბაზარზე, ეგეთმა ხალხმა თუ არ იყიდეს ბიტკოინი თუ არ გააკეთეს ინვესტიცია კრიპტოში, მე ფულს ვერ გავაკეთებ და ის ვინც ფულისთვის შემოდის ბიტკოინზე, ფულს ვერ გააკეთებს. მაგრამ რახან ეგეთი ხალხი არის, ვინც ამბობს რომ ახალი ინვესტორები შეშინდნენ და გაყიდეს. ახალი ინვესტორი ვინც შეშინდა და გაყიდა, თუ ახალი ინვესტორია და მის შიშზე, მის გაყიდულზე ესე დავარდა ბაზარი, ესე იგი ძალიან დიდი ინვესტორი ყოფილა, ხო? და ის ვიღაცამ შიშარი ახალბედა კი არა, ძალიან ჭკვიანი ყოფილა და შენ ჯიბეში ჩაყო ხელი, ამოიყოფილა და ჩაედო თავის ჯიბეში, ხო? ძალიან ჭკვიანი კი არა, ზედონის გენიოსი ყოფილა, ხო? მით უმეტეს რამხელა თანხების ლიკვიდაცია მოხდა გუშინ, ხო? ამიტომ ყოველთვის თავი დავანებოთ იმას თუ რა მოხდა ბაზარზე, იმიტომ რომ შენ ამაზე არანაირი კონტროლი არ აქვს. რა სცენარებიც გქონდა განხილული აქამდე ვედეცია საფულეს თუ მისდევთ, თუ მომზადებული ყავი მაგ სცენარებისთვის, რასაც აქ ხედავთ, ჩემი ვიდეოებში ხედავთ, რა თქმა უნდა, ორდერები მეყენა, ორდერები შევსვა და ისევ მოგებაში ვარ. ანუ რა თანხითაც დავიწყე, კრიპტოზე მაინც მოგებაში ვარ, მაინც პლუსში ვარ. ხო, ბაზარი კიდე რო დავარდეს, ვქნოთ, მაინც პლუსში ვიქნები. პლუს ამას კეში მაქვს კიდე გადადებული გვერდზე, თუ უფრო კიდე ძალიან დავარ და კიდე დავამატებ და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ არასდროს არ უყუროთ ხოლმე რა მოხდა, არასდროს არ ჩავარდ პანიკაში, თუ გაქვს ეგება, მიყევი უბრალოდ გეგმას და მორჩა და ნუ უყურებ, ვინ არის ჭკვიანი, ვინ არის სულელი, ვინ შემოვიდა, ვინ გავიდა, ვინ რატო გაყიდა, ამაზე არანაირი კონტროლი არ გაქვს. ერთადერთი რატომაც შენ შეიძლება ეძებდე ამაზე პასუხს, თუ რატო დავარდა, არის ის რომ შენი თავი ესე ვთქვათ დაიმშვიდო, იმიტომ რომ ალბათ სავარაუდოდ რახან ნიუსებს ეძებ, შენ არიცი ესე იგი ბაზარი როგორ მუშაობს, რატო ეწევს ფასი, რატო ვარდება ფასი და შენ გინდა რომ ესე ვთქვათ შენი თავი დააწყნარო და დააბრალო იმ ვიღაცას და რაღაცას თუ რატომაც დაეცა ბაზარი, მაგრამ არ გინდა რომ შენ შეხედო შენ თავს, შენ არ გინდა რომ ჩაიხედო შენ სარკეში და თქვა რომ შენი ბრალია ფულიო დაკარგი. ერთადერთი კითხვა რაც უნდა დაუსვა შენ თავს არის ის რომ ამ ვარდნაზე და ამ ზრდაზე ისარგებლო თუ არა შენ, როგორც მე გავყიდა, ანუ ეხლა ნახეთ, გადავხედავთ კიდევ altcoin-ებს. ხო, ეხლა უნდა ვიყო ძალიან პირდაპირ. ანუ მე სულ პირდაპირ ვარ, მაგრამ ეხლა უნდა ვიყო ძალიან კაცრი პირდაპირი რა. რო ჩავწერდი ხოლმე ვიდეოებს altcoin-ებზე რა. კლიკ, ანუ ბევრი კლიკები იყო, მაგრამ ანუ ბევრი არ უყურებდა, მალე თიშავდა და ანუ მე კომენტარებში მოდიოდა, Discord-ზე მოდიოდა, პირადში მოდიოდა, რომ აუ დავით შენ მესმის, ახლა პატივცემე გამოცდილი ხარ ის ხარ რაღაცა, მაგრამ აი იცი რა შენ არ გესმის, იმიტომ რომ კასპარის ესა და იმის პროტოკოლი და ამის პროტოკოლი. აი რას მეტყვი ახლა, რის პროტოკოლია. ძალიან მაინტერესებს, აბა დამიწერე ახლა კომენტარებში, ან მომწერე პირადში რისი პროტოკოლია და რას აკეთებს კასპ. კარდანო დამიწერე რისი პროტოკოლია და რას აკეთებს და იმას ეხმარება კრიპტოს ინვესტორებს ამას უკეთებს, იმას უკეთებს, ვის რა სიჭირდება. მე ვარ ყოველდღურად დღე არ გავარო ჩარტებზე არ შევიდე, დღე არ გავარო, ტრეიდი არ ავიღო, დღე არ გავარო. ჩემ ინვესტიციებს არ შევხედო, დღე არ გავარო. რამე არ შევცვალო, ასე შემდეგ და მე არ ვიყენებ ეგეთ რაღაცებს, ხო? როცა მე მივეკუთვნები მოსახლეობის პლუს-მინუს 4-5%, რომელიც ყოველდღურად არის კრიპტოში დაკავებული, ხო? და მე არ ვიყენებ. და ის სხვა რაში უნდა გამოიყენოს? იმის პროტოკოლი, ამის პროტოკოლი, Litecoin-მა რა გააკეთა? კასპავ თქვით, ატომმა რა გააკეთა? ანუ თუ ძლიერი პროტოკოლები აქვს და ძლიერი ის არის დაუცილებელი, ანუ ამაზე რა ახსნა გაქვთ? ანუ ძალიან მაინტერესებს ფანფლუენსერებს და აი თქვენ მაყურებლებს რა ახსნა გექნებათ ამაზე. მე არ მინდა რომ ამ ყველაფრის თქვენ ან დაგაკნინოთ ან რაღაც გითხრათ რომ შენზე უკეთესი ვიცი ან ასე შემდეგ. უბრალოდ მე ვიცი რომ ძალიან ბევრი მენდობა, მე ვიცი რომ ძალიან ბევრი უსმენს ჩემ YouTube channel-ს, იმიტომ რომ ბევრი მომწერა რომ არავის არ აღვიქვამავ შენზე სერიოზულად, როცა საქმე მიდის Bitcoin და Ethereum-ის ანალიზი ან ჩარტებზე ან ტრეიდინგზე. ამიტომ მე ვარ ვალდები რომ ყველაფერი გითხრათ ის, რასაც ვაკეთებ მე და ამ ყველაფერს განახებთ live-ში, ამ ყველაფერს ანუ ის ხო არ ხდება რომ რაღაცა მოხდა და მე ვილაპარაკე, აი მე ხო გითხარი და ბლა ბლა ბლა.
ну ყველაფერი მქონა ნანახი ხო ნათქვამი ხო ისიც მქონა ნათქვამი რომ შეიძლება ძალიან დიდი კრეში იყო წინა ვიდეოებს თუ გადახედა შეიძლება მოხდეს ძალიან დიდი კრეში იმიტომ რომ ეს არ არის ნორმალური როცა ყველაფერი იწევს მაღლა ასევე ზუსტად ისიც მქონა ნათქვამი დისკორდზე მქონა ნათქვამი რომ ანუ სასაცილო იქნება მეთქი ყველა ელოდება საპროცედო განაკვეთის დაწევას და რო არ დაუწიოს ანუ რო აუწიოს მაგრამ მაინც დიდი კრეში რომ იყოს მეთქი ანუ ზუსტად იმ დღეს არ მოხდა რა თქმა უნდა მაგრამ ხედავთ ახლა რომ რამდენიმე ხნის შემდეგ მოხდა ისევ ხო ამიტომ რასაც ყველა ელოდება რასაც ყველა ფიქრობ ზუსტად იგივე არ ხდება ხოლმე და უბრალოდ უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს ეკონომიკა უნდა გესმოდეს როგორ მუშაობს ინვესტიციები და ასე შემდეგ და ამ ბაზაზე კიდევ ერთხელ გეუბნებით ამ ბაზარზე თუ შემოდიხარ შენ იმისთვის რომ ბიტკოინი არის მომავალი ბიტკოინი არის მომავალი ფული და ის და ეს და ინფლაციის საწინააღმდეგო აი ახლა მოდი დაგისმევ კითხვას ჩათვალე რომ შენ გუშინ შენი დანაზოგი ჩადე ანუ სახლისთვის აგროვებდი ფულს $50,000 გქონდა რა და 100,000-ამდე გინდა შეაგროვო რომ ანუ შენი ესე თქვა dream house იყიდო ანუ შენი საოცნებო სახლი რო იყიდო ხო და ამბობ რომ აიცი რა წლიდან წლამდე ის 50,000 დოლარებში თუ გაქვს საშუალოდ რასაც ბანკები ამბობენ უფრო მეტი არის რა თქმა უნდა ну 2% თან 3% უფასურდება ხომ საშუალოდ და აიცი რა მირჩენო ესე ბიტკოინში ჩავდო და აი სანამ ისე და შემიგროვდება კაი გუშინ დღიდან დღემდე რამხელა ინფლაცია განიცადა შენ $50,000 რამხელა ინფლაცია განიცადა მე რო გამეკეთებინა ეგეთი რაღაცა შეიძლება დღე-დღე მეტი რა იმიტომ რომ ვინ შემოდის კრიპტოზე ხო? ეხლა რა თქმა უნდა სერიოზული ფული შემოდის, ეხლა რა თქმა უნდა დიდი ფული შემოდის, მაგრამ კრიპტოზე შემოდის უფრო ისეთი ხალხი, ვისაც უნდა პატარა თანხით გააკეთოს დიდი თანხა, ხო? და ვისაც ეგეთი პატარა კაპიტალი აქვს, რას საქმიანობენ ისინი არიან მშრომელი ხალხი, ხო? დღე-დღე მუშაობენ, დღე-დღე ანუ ხელფასზე არიან, აგროვებენ ამ ხელფასს, ინახავენ, რამე იყიდონ ისე მე უნდათ რომ მეტი გააკეთონ. არასწორ YouTuber შეხვდებიან, არასწორ influencer შეხვდებიან, რა იმანის გააკეთა, ამანას გააკეთა, ჩადებენ ფულს დაიკარგება ყველაფერი, მე გული აუცილდებათ, მე ეტყვიან რომ კრიპტო სკემი არის, ის არის და მე მიდის ხოლმე ეს ყველაფერი, ხომ? ამიტომ დაიმახსოვრე რომ შენ ამ ბაზარს თუ შემოდიხარ, ბიტკოინი არის მომავალი და მაგიტომ რაღაც იდეოლოგიის გჯერა, ვერასდროს ვერ გააკეთებ ფულს დამიჭერ. მაგრამ თუ შემოხვალ ამ იდეოლოგიით, მე ვიქნები შენი მადლიერი, იმიტომ რომ შენაირი ხალხი რო არ არსებობდეს, მე ვერასდროს ვერ გავაკეთებ ამ ბაზარზე ფულს. და მე როგორც ტრეიდერი და ინვესტორი არ აქვს მნიშვნელობა მე ამ ბაზარზე გავაკეთებ ფულს სხვა ბაზარზე. მე ვიცი რასაც ვაკეთებ, ამიტომ სხვა ბაზარს შემიძლია გადავიდე და ზუსტად იგივე გავაკეთო. მაგრამ კრიპტო არის ძალიან ვოლატილური და ჩემთვის ეს არის იდეალური, იმიტომ რომ პატარა თანხით შეგიძლია უფრო მეტი თანხა გააკეთო. მაგრამ მოდი ახლა გადავიდეთ მეგობრებო ბაზარზე და განვიხილოთ დავარდება თუ არა ბაზარი კიდე ქვემოთ. მოკლედ ახლა რომ გადავიდეთ ჯერ ბიტკოინზე რა მინდა განახოთ? მინდა განახოთ წესით ისევ დახაზული უნდა მქონდეს, ნახეთ. ანუ ეს ლეველები მე მქონდა ისევ დახაზული. რომ ანუ ეს შეიძლება და გატესტილიყო, ეს შეიძლება და გატესტილიყო. ასევე რო არ შევხედოთ ძალიან მაკროეკონომიკას და ძალიან ჩახედულები რო არ იყო და ასე შემდეგ, აქაც შემჩნევოდა უკვე რომ ეს მომენტუმი უძლურდებოდა და შესაძლებელი იყო რომ დიდ კორექციაზე წავსულიყავით, იმიტომ რომ ვინც დიდი ხანია უყურებს ჩემ ვიდეოებს, ყველას ოდინება რას გულისხმობ მომენტუმის უძლურობას და რა არის ეს მომენტუმის უძლურობა? წარმოიდგინოთ რომ ბაზარი მიდის მაღლა, ანუ ტრენდული ბაზარია, რაც ახლა მაგალითად გვაქვს ბიტკოინზე, ანუ ესეთი ტრენდული ბაზარია და ნახეთ ახლა რა ხდება განსხვავება. ეს არის მომენტუმი, მეგობრებო, ნახეთ ეს მთლიანი არის მომენტუმი, მაგრამ ზუმინს თუ გავაკეთებთ, ეს არის სხვა მომენტუმი, ეს არის სხვა მომენტუმი და რას ხედავთ აქ? აქ ხედავთ იმას, რომ ეს ზრდები არის უფრო ძლიერი, ვიდრე ეს ზრდები, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ მყიდველები უძლურდებიან და გამყიდველები უფრო მეტნი არიან, ვიდრე ესე ვთქვათ, მყიდველები და მყიდველები აღარ არიან ისეთი პოზიტიურები, როგორც იყვნენ აქ, იმიტომ რომ აქ ხედავთ რამხელა იმპულსები იყო, ხო? აი აქ მაგალითად ხედავთ, რომ აი ეს დიდი იმპულსი, აქაც ნორმალური იმპულსი, აქედანაც დიდი იმპულსი ქონდა აქედანაც, მაგრამ აი ახლა აქ თუ შევხედავთ, ანუ ზუმეთ in თუ გავაკეთებთ, აი აქ და ლოკალურად თუ შევხედავთ, ნახეთ, ანუ აქ ლოკალურად ქონდა დიდი ზრდა და შემდეგ ესეთი პატარა ზრდები, ანუ დავინახეთ რომ ეს მომენტუმი უძლურდებოდა, შემდეგ ეს აღმავალი ესე ვთქვათ ტრენდი ლოკალურად ჩამოვარღვეთ ქვემოთ, გაიტესტა და ეს იყო playbook price action-ი, ანუ ეს იყო დაღეჭილი, ანუ ეს არის უბრალოდ რომ ესე ვთქვათ, ესეთ ტრენდს რომ იყვები და უბრალოდ რომ გაარღვევ და მე როიც რომ უნდა გაიტესტოს და მინდის, ეს იყო აი მაგაში ერთ-ერთი, ანუ ეს ტრეიდი თუ ვერ დაინახე და ეს
ესე ვთქვათ, ეს კონსტრუქცია თუ ვერ შეამჩნი, ანუ ჯერ არ იცის სავარაუდოდ რა არის ტრეიდინგი და ძალიან კიდევ ბევრი რამე უნდა გაიარო წინ. ანუ ეკონომიკაზეც რომ არ შეგეხედა, რომ არც იცოდე რა საკეთებს ეკონომიკა, რა შეიძლება მოხდეს და ასე შემდეგ, ამ ყველაფერს ამითაც მიხვდებოდი. კიდევ მინდა განვიხილოთ მეგობრებო, ეს დღიური ჩარტი, იმიტომ რომ ნახეთ, როცა აქ ვიყავით, ანუ მე ვთქვი რომ ეს ლეველი იქნებოდა ძალიან სიგნიფიკანტური. ამას თუ ვერ გავარხვევდით და დავარეჯექტებდით, სავარაუდოდ წამოვიდოდით ქვემოთ. მე პირადად ველოდებოდი, ანუ აქ ორდერები არ მქონდა დაყენებული, ველოდებოდი რომ ფასი, ანუ აქ შემივსო ორდერი, აი აქა, მაგრამ მე მინდოდა რომ ფასი ჩამოსულიყო კიდე ქვემოთ აქ და ჩამოსულიყო კიდე ქვემოთ აქ. ხედავთ რომ ორივე ორდერი შევისო აქ და კიდე ქვემოთ მიყენია ორდერები. მაგრამ აქედან ხედავთ რომ ბაზარი წავიდა წინ, გაარღვია ეს და მე აქ ნათქვამი მქონდა, ანუ წინა ვიდეოებს თუ გადახედავთ მეგობრებო, რას ვთქვი, ზუსტად ერთ-ერთში მოხდა. მე ვთქვი რომ ამას დავარეჯექტებთ, წამოვალთ ქვემოთ, ანუ ხედავთ აქ, დავარეჯექტეთ, წამოვედით ქვემოთ, აქ კიდე დავარეჯექტეთ და წამოვედით ქვემოთ, მაგრამ აქ შეინარჩუნა და წავიდა ბაზარი მაღლა. და ვამბობდი იმას, რომ ეს თუ გავარღვიეთ, მეთქი, ანუ ეს იყო იმ ინტერაქციის ადგილი, სადაც აუცილებლად მოხდებოდა ინტერაქცია და თუ გავარღვიდით, გვექნებოდა ექსპანსია. აქ იყო ესეთი ეს რეინჯი, ეს იყო რეინჯის ქვემოთ ამხარე, ეს იყო აქ დროპ-ოფი, შემდეგ გაიტესტა ეს დროპ-ოფი, დადასტურდა, შემდეგ კიდევ ერთხელ შეჯახა, ანუ ხედავთ რომ აქ არის ძალიან სიგნიფიკანტური ლეველი, ხომ? და მე ვამბობდი რომ ამას რომ გავარღვევდით, აუცილებლად ნახავდით all time highs, ანუ აუცილებლად რა თქმა უნდა ვერ იტყვი ტრეიდინგზე და ინვესტიციაზე, მაგრამ დიდი ალბათობით და ბუნებრივი მოვლენა ექნებოდა რომ გვენახა all time high. ხედავთ რომ გავაკეთეთ all time high, მაგრამ დღევაზე ვხედავთ რომ ანუ გეინი შეიძლება არც ყოფილიყო ეს ნახოთ. მაგრამ გეინი რომ ყოფილიყო აი ეს ლეველი მეგობრებო, იყო ძალიან უძლური გეინი. ნახოთ. ნუ გეინი არის იმიტომ რომ როცა ლეველის მაღლა ეხსნება და იხურება სანთელი, ეს წვანის სანთელი გაიხსნა და იხურა ამ ლეველის მაღლა, მაგ შემთხვევაში ითვლება გეინად, გარღვევად, ანუ გადავწდით ამ რეზისტენს და შეიძლება ახლა ვიყუროთ შემდეგ ლეველს, ანუ ბაზარი წავიდეს მაღლა. მაგრამ ეს გარღვევა იყო ძალიან უძლური, ანუ არ იყო ძალიან ესე ვთქვათ შემართებით გარღვევა, ესად მაგალითად აი აქ რო გაქვს ლეველი და ესეთ გარღვევას რომ გააკეთე და შემდეგ ტრენდს გააგრძელებ და სად რომ ესეთი გარღვევა გექნება, ხო? ძალიან უძლური გარღვევა იყო და მოსანოდნელი იყო რომ ბაზარი წამოვიდოდა ქვემოთ. ასევე მეორე სანთლებზე მე საერთოდ არ ვაჭრობ ხოლმე, მე ლეველებს უყურებ, მაგრამ აქ ხედავთ რომ ეს ლეველი ისევ ეგრევე დავკარგეთ, ანუ ვერანაირად ვერ შევინარჩუნეთ სიძლიერე, ამას ხედავთ ამ 4 საათიანზე, ეს 4 საათიანი კონსტრუქცია რო გითხარით, რომ აი როგორ მიჩანჩალებს აქ ძალიან ნელა ესე საფეხურებით მიდის მაღლა, შემდეგ ეს ჩამოვარღვეთ და ეს იყო იდეალური შორტი. თან აქ როცა შენ ესეთ ტრენდს აშენებ, აქ წარმოიქმნება ლიკვიდობა, ხო? რას ნიშნავს ეს ლიკვიდობა, როცა აქ ესე ვთქვათ, ბაზარი ესე მაღლა მიდის, ყველა stop loss-ს აყენებს აქ და აქ წარმოიქმნება ლიკვიდობა, აქ წარმოიქმნება ფული, ამიტომ ხშირად ხდება ხოლმე რომ აქ მოხდეს ლიკვიდობა, მე წავიდეს ბაზარი მაღლა. მაგრამ ახლა ძალიან ბევრი ვარ ველაპარაკობთ ამაზე, რას უნდა ველოდოთ ბიტკოინისგან, მჯერა თუ არა, ან მგონია თუ არა, მე რომ აქედან უკვე წავა ბაზარი მაღლა და დადებს ახალ all time highs. გეტყვით ერთ რაღაცას, რა უნდა შევინარჩუნოთ და რა შემთხვევაში უნდა დავიწყოთ იმაზე ნერვულობა, რომ შეიძლება ძალიან ცუდი რაღაცები მოხდეს. პირველ რიგში მე ვუყურებ აი ამ ლეველს, ეს ლეველი თუ დავკარგეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ტრენდი შეიცვალა, high time frame ტრენდი შეიცვალა, ანუ კვირის ტრენდი შეიცვალა და შეიძლება ბაზარი წამოვიდეს ქვემოთ და გავტესტოთ აი ეს ლეველი, ანუ უფრო ქვემოდან ავიღოთ ლიკვიდობა, რომელიც შეიძლება იყოს პლუს-მინუს $70,000 და რატო ამბობ ამას? ანუ ჩვენ ვიცით, რომ ტრენდი არის აღმავალი, აი გვაქვს მაგალითად ესეთი ტრენდი და როდის იცვლება ტრენდი, როცა შენ ესე ვთქვათ ბოლო lows ჩამოარღვევ ქვემოთ, ეს იქნება უკვე პირველი სიგნალი იმის, რომ შესაძლებელი არის ტრენდი შეიცვალოს, შემდეგ თუ დაადასტურებ ამას და გააგრძელებ ტრენდს, ანუ გააკეთებ აქ lower highs, ამასთან შედარებით და შემდეგ კიდე lower lows, ესე იგი შენ აგრძელებ აღმავალ ტრენდს და შეიძლება დაიწყოს bear market. ამ შემთხვევაში ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის high, ეს არის low, ეს არის higher high, higher low, higher high, higher low, გავაკეთეთ higher high. ამას ის დიდ low-თ არ უყურებ, იმიტომ რომ ეს არის ამის ტესტი და ესე ვთქვათ, ეს ტესტი შეიძლება იყოს აი აქედან აქამდე.
მაგრამ გატესტა ეს აგრესიული ხო, ამიტომ ამის გატესტვა კიდევ შეიძლება, ნუ ამ მთლიანი ბლოკის გატესტვა კიდევ შეიძლება, ხედავთ რომ აქედან ლიკვიდობა იყო. მოკლედ, ეს თუ დავკარგეთ, ჩვენ ეს ლეველი თუ დავკარგეთ, მაშინ შეგვიძლია რომ გავაკეთებთ აქედან, ანუ ამ ლეველიდან კიდევ პლუს მინუს 20% კორექციას. თუ შევინარჩუნეთ ეს, მაგ შემთხვევაში არაფერი არ მოხდარა და შეგვიძლია ვარაუდოთ იმაზე, რომ ბაზარი წავა მაღლა, მაგრამ ეს არ უნდა გვეგონოს, რომ ბაზარი ესე ვთქვათ, აქედან ეგრევე დაიწყებს მაღლა სვლას, იმიტომ რომ არაფერი არ მოძრაობს ესე ვერტიკალურად მაღლა და ქვემოთ. ყველაფერი მოძრაობს ესე ვთქვათ აკუმულაცია და დისტრიბუცია, ხო, მაგალითად გვაქვს ესეთი გაიზარდა, შემდეგ ისევ გვაქვს ესეთი რეინჯი, მე ისევ გაიზარდა და ასე შემდეგ. ბაზარი არ მოძრაობს ესე. ესე არ მოძრაობს ბაზარი, ეს არ არის ნორმალური, ხო? ამიტომ არ უნდა ველოდოთ, რომ აქედან სრულიად შესაძლებელი არის დღესდღეობით კიდევ სხვა რაღაცა ნიუსი თუ გამოვიდოს, სრულიად შესაძლებელი რომ აქედან წავიდეს და კიდევ მაღლა all time high გააკეთოს, ხო? მაგრამ პანიკა არის ბაზარზე, მათი ორდერი, აქ ვისაც შეუს ორდერები, ისინი უკვე აფიქსირებენ მოგებას, ამ ყველაფერს ხედავთ და ანუ მე მირჩევნია, რომ ბაზარი როცა მიდის, მაგრამ მე ყოველთვის მირჩევნია, რომ წავიდეს სტრუქტურულად, წავიდეს ნორმალურად, წავიდეს კარგი პრეს აქშენიზე დაყრდნობით, იმიტომ რომ როცა რაღაცა იზრდება ჰაიბზე, როცა რაღაცა იზრდება ნიუსზე, ის ისევ ძალიან დიდ ვარდნებს აკეთებს ხოლმე, რასაც ხედავთ აი მაგალითად აი აქ. მოკლედ რას უყურებ ახლა მე მეგობრებო, ანუ აქ გვაქვს ესე ვთქვათ ჩვენ ეს ვოლიუმი ნოდი, რომელიც უკვე გაიტესტა, ანუ აქაც გაიტესტა, აქაც კიდევ ერთხელ გავტესტეთ, გქონდა აქ ეს ლეველი, შეგვიძლია აქ მაღლა ავწოთ, ანუ ეს არ უნდა დავუკარგოთ. ამის ქვემოთ თუ ჩამოვედით, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ, რომ ბაზარი ჩამოვქვემოთ, მაგრამ თუ დაბალ time frame-ზე გადავალთ, აქ აუცილებლად იქნება ვოლიუმი ნოდი, რომელიც გატესტა ამან, კი ბატონო. ნახეთ, აი რა იდეალურად გატესტა ეს ვოლიუმი ნოდი. აი ეს ვოლიუმი ნოდი, თუ წინა ვიდეოებში გადახვალთ მეგობრებო, ის ზუსტად ეს ვოლიუმი ნოდი მქონდა მონიშნული. რა თქმა უნდა, ვერ წარმოვიდგენდი და ვერავინ ვერ იყურება მომავალში, რომ ეს კიდევ გაიტესტებოდა დღეს, მაგრამ ანუ ეს სცენარი ისე ვიდო მაგიდაზე და ვხედავთ, რომ ისე ჩვეულებრივად მოხდა, ხომ? ანუ რასაც ყვები ეს ყველაფერი არ არის ზღაპარი, ეს ყველაფერი არის წინა ვიდეოებში განხილული, ამიტომ თქვენ თუ მიყვებით წინა ვიდეოებს, წინა Bitcoin Ethereum-ის განხილვები თუ გაქვთ ნანახი, ზუსტად ნახავთ, რომ ეს ყველაფერი მე მქონდა განხილული. გაიტესტა ეს ვოლიუმი ნოდი იდეალურად და ანუ მე არ მინდა რომ ამის ქვემოთ კიდე ჩამოვიდეთ და კიდე ავიღოთ ლიკვიდობა. რა თქმა უნდა შეიძლება აქ ვიღაცა stop loss თუ უყენია, აქედან აიღოს კიდე ლიკვიდობა და ცოტა ჩამოსდეს და სტავიდეს მაღლა, მაგრამ რაც მე მინდა რომ ეხლა მოხდეს არის ის რომ ბაზარი მაქსიმუმ. ნუ ახლა კიდევ გამოიყურება ნეგატიურად, რაც შეიძლება აქ მოხდეს არის რომ გააგრძელოს კიდე ქვემოთ ვარდნა და აქ მაგალითად ვისაც ორდერები არ შეევსო, კიდე ორდერები შეევსოს და აქედან დაიწყოს ესე ვთქვათ რაღაც კონსტრუქციის შენება, ან შეიძლება მაღლა წავიდეს, აქედან აიღოს ლიკვიდობა. აი ამ ზონიდან ეს ზონა არის ძალიან საინტერესო. პირდაპირ მე აქ ტრეიდებს არ ავიღებ, იმიტომ რომ ჯერ ერთი არის ვიკენდი, მეორეც აქ stop loss ადვილად ვერ საზღვრავ, enter შეგვიძლია ადვილად განსაზღვრო, მაგრამ აქ ვინც დააყენებს stop loss, რა თქმა უნდა ძალიან დიდი სულელე იქნება და აქ კიდე ძალიან ბევრი ქაოსი არის და აქ არ მინდა stop loss-ის დაყენება. და მით უმეტეს ზეონთაც გვაქვს ესე ვთქვათ цариელი სივრცე, რომელიც ესეთ მგრძნობიარე ბაზარზე, ესეთ პანიკაზე შეიძლება უბრალოდ ავიდეს მაღლა, გასტოპოს ყველა წამოვიდეს ქვემოთ, ხომ? ამიტომ მე ველოდები რომ ყველაფერი ვითამაშო ფასში. ანუ ფასში ვივაჭრო. თუ ფასი ამოვიდა აქ და დავინახე რომ იყო კარგი კონსტრუქცია, მაგ შემთხვევაში შევალ შორტზე, ან თუ აქ ამოვიდა ფასი, მაგ შემთხვევაში შევალ შორტზე. ჯერჯერობით ლონგებით არ ვარ მე დაინტერესებული, რა თქმა უნდა ჩვენ ახლა ვიმყოფებით high time frame support-ზე და რა თქმა უნდა ლონგებით უნდა იყო დაინტერესებული, მაგრამ როცა მე ვხედავ ესეთ პომპს და დომპს, მაგ შემთხვევაში არ ვარ მე ასე ვთქვათ დაინტერესებული შორტისთვის. რა შემთხვევაში ვიქნები დაინტერესებული შორტზე? თუ მაგალითად ახლა აქედანაც ქვემოდანაც ავიღეთ ლიკვიდობა, რომ დავინახო ესეთი ვიკი რომ სხვები კიდე გაისტოპნენ და დავინახო რომ ესეთი რეკონსტრუქციას ვაკეთებ, მაგ შემთხვევაში აუცილებლად ვიქნები ლონგებით დაინტერესებული. ეს რაც ეხება ტრეიდებს მეგობრებო და მოდი ახლა გადავხედოთ high time frame. ნუ high time frame-ის რა თქმა უნდა ბაზარი უნდა განახლდეს, ვერაფერს ვერ ვიტყვით. ანუ აქ ერთადერთი ლეველი რომელიც გვაქვს ახლა ეს არის აი ეს ლეველი რომელმაც წამოგვიყვანა ჩვენ ქვემოთ. ანუ აქედან დაიწყო ბაზარმა ძალიან დიდი ვარდნა და რა თქმა უნდა ეს ლეველი თუ გავარღვეთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ესე ვივარაუდოთ რომ ვნახავთ all time high-ს, მაგრამ ამ შემთხვევაში უნდა იყოს ძალიან დიდი all time high. ანუ რას გულისხმობ თუ არ იყო ესეთი all time high ეს დიდი ექსპანსია და იყო აი როგორც აქ მოხდა ესეთი პატარა ზრდა, აი აქ მაგალითად ეს იყო ბოლო all time high ეს იყო, მაგის წინ all time high იყო ეს და ანუ აქედან რო გავზომოთ პლუს მინუს ახალი all time high იყო
1.31%, რაც რა თქმა უნდა არაფერი არ არის, ხო? თუ აქედან თუ ამან გაარღვია ესე ვთქვათ ეს ლეველი და ისევ 1%-იანი რაღაც all-time high გააკეთა, ანუ მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ისე ვივარაუდოთ, რომ ბაზარი წამოვა ქვემოთ, იმიტომ რომ არანაირი სიძლიერე, არანაირი პოზიტივი ამ სანთლებში არ დევს. მაგრამ ანუ ჯერჯერობით მე პირადად არ ველოდები სიმართლე რომ გითხრათ, ნუ ამ ყველაფერს გეუბნებით რა თქმა უნდა ახლა გამოცდილებიდან, იმიტომ რომ არა გვაქვს ამის მაღლა არანაირი ინფორმაცია, რომ ვთქვათ, რომ აი ამას შეიძლება დაარეჯექტოს, ეს შეიძლება გარიღოს და ასე შემდეგ. აქაც ლოკალურად ახლა არანაირი ლეველი არ გვაქვს, უნდა დაველოდოთ ბაზრის განვითარებას, რომ რამე ლეველები წარმოიქმნას. მე ველოდები, რომ ბაზარი წამოვიდეს კიდევ ქვემოთ და აქედან დაიწყოს რამე კონსტრუქციის შენება. თუ ვერ შევინარჩუნეთ აი ეს ლეველი, რომელიც მე გითხარით, რომ აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ, მაგ შემთხვევაში რა თქმა უნდა, აი ამ ლეველს გავტესტავთ, აი ამ ლეველს გავტესტავთ, აი ამ ლეველს გავტესტავთ. აქ რა თქმა უნდა, თუ გინდა ყიდო ორდერები უკვე უნდა გქონდეს დაყენებული, ეს ლეველი ძალიან მომწონს, იმიტომ რომ აქედან დიდი დროპები იყო. აქ მე ვხედავთ, რომ დაარეჯექტა, შემდეგ აქ გატესტა, აქედან დაიწყო მე ისევ დიდი ზრდა, რომელმაც აგვიყვანა ლოკალურ all-time high-ზე. ანუ ძალიან იდეალური ლეველი არის სხვათა შორის, ეს შეიძლება ისევ გაიტესტოს. და შემდეგ ეს ლეველი შეიძლება გაიტესტოს და ეს პატარა ვოლიუმი ნოტიც. ამიტომ ბაზარი თუ წამოვიდა ქვემოთ, სრულიად შესაძლებელი არის, რომ კიდე ესეთი ვიკი იყოს და აქ წამოვიდეს. რა თქმა უნდა, ეს დღეს და ხვალ არ მოხდება. მაგრამ ნუ ამისთვისაც უნდა იყო მზად და აქაც მაქვს მე სხვათა შორის ლეველები დაყენებული და ამ ყველაფერს თქვენ აუცილებლად ნახავდით ვედეცია საფულეში თუ უყურებთ. მაგრამ ახლა აქ ლოკალურად ვერაფერს ვერ ვიტყვი, მით უმეტეს ვიკენდი არის. ეს იყო კარგი შორტი, მაგრამ ამ შორტსაც არ ავიღებდი. მე რატო? იმიტომ რომ ანუ stop loss აქ ვერ დააყენებდი, აქ შეგიძლია დაგეყენებინა, მაგრამ ანუ ხედავთ რომ მაღალ ლიკვიდობები არის და stop loss-ი არ მომწონს. ანუ ყოველთვის ამბობ რომ RR რა თქმა უნდა კარგი არის, როცა ესეთი დამპი და პამპი ხდება, აუცილებლად უნდა ივაჭრო, იმიტომ რომ ჯერ თუ აქამდე არ გივაჭრა, ბევრმა იცის რომ ბევრი ძახის ხოლმე რომ აიცი რა, როცა ესეთი რაღაცები ხდება, მე მირჩევნი არ ვივაჭრო. და რატო არ უნდა ივაჭრო? ხომ აი თუ არ იცი ესეთ მომენტში როგორ უნდა ივაჭრო, პირიქით უნდა ივაჭრო, იმისთვის რომ გაიგო როგორი აქ ვაჭრობა და შემდეგ იგივე რომ მოხდება, იცოდე რა უნდა გააკეთო. მე ახლა მაგალითად RR-იც მომწონს, ანუ reward-იც მომწონს და ესე ვთქვათ, entry-ც მომწონს. ანუ entry და reward-ი მომწონს, მაგრამ stop loss-ი არ მომწონს. ანუ stop loss ვერ პოულობ წესერს, იმიტომ რომ ეს არის მაგალითად level 1 და ეს არის ანუ შამე ამას შანსი არის ეს stop loss-ი დავდო. შემდეგი არის ეს, მაგრამ ეს არის ისეთი stop loss, რომ ყველა ხედავს. ამიტომ უნდა ეწო შენ stop loss-ი მაღლა, მაგრამ აქ რო წევ, მე აქაც უკვე ესე ვთქვათ გასატესტი არის და რახან აქამდე ამოვიდა ფასი, შეიძლება ბოლომდეც გაფუშოს და მე წამოვიდეს ქვემოთ. ამიტომ არ ვრისკავ და უბრალოდ ველოდები, რომ ფასი ამოვიდეს აქამდე, არ აქვს მნიშვნელობა აქ შეჩერდება, აქ შეჩერდება, თუ აქ შეჩერდება და შემდეგ დავაკვირდებ ფასში და ფასში შევეცადო, რომ რაიმე ტრეიდი ავიღო. ეს რაც შეეხება ბიტკოინს, მეგობრებო, იმედია ამ უწურავი ინფორმაცია მოგეცით, თუ არა და შეგიძლიათ კომენტარებში დასვათ კითხვები ან Discord-ზე დასვათ, რა თქმა უნდა მე alert ვარ ტრეიდებზე, იმიტომ რომ ველოდები რომ გაიტესტოს ქვემოთ კიდევ და შევიდე ტრეიდებში, რომ გითხრათ ახლა სად ვეძებ მე ლონგებს ვეძებ ახლა ბიტკოინზე, მაგრამ ეს არის ძალიან double time frame-ზე და სასურველი არის რომ დაელოდოთ, სანამ ბაზარი კიდევ ესე ვთქვათ, განვითარდება. ველოდები რომ ეს ადგილი გაიტესტოს, აქედან აიღოს ლიკვიდობა კიდევ და აქ დაველოდო ესე ვთქვათ კონსტრუქციის წარმოქმნას. ესეთი რაღაცა იქნებოდა ჩემს შემთხვევაში საინტერესო, რომ აქ ამეიღო ლონგი, reward იქნებოდა სავარაუდოდ აქამდე და მე ამას თუ გარღვე და შემდეგ აქამდეც, მაგრამ რა თქმა უნდა დაველოდოს ჯერ რომ ბაზარი განვითარდეს, იმიტომ რომ ესეთ მომენტებში უნდა გქონდეს მოთმენის უნარი, იმიტომ რომ არა გაქვს არანაირი ინფორმაცია, ანუ პამპი და დამპის დროს ეგრევე როცა ხედავ რომ ესეთ სანთელებს ბეჭდავს, რა თქმა უნდა ვერ შეხვარ მარკეტ შორტს ან მარკეტ ლონგს, იმიტომ რომ არანაირი ინფორმაცია არ გაქვს, ხო? აქ უკვე გვაქვს რაღაცა ინფორმაცია, მაგრამ ეს ინფორმაცია არ არის საკმარისი იმის რომ შევიდეთ ტრეიდში, იმიტომ რომ კარგ ესე ვთქვათ stop loss ვერ იმაშვები. კარგ stop loss ვერ ანუ კარგ stop loss ვერ აყენებ, იმიტომ რომ ვერ საზღვრავ, არ გაქვს საკმარისი ინფორმაცია. შემდეგ გადავიდეთ მეგობრებო Ethereum-ზე, Ethereum-ი ძალიან საინტერესო არის. Ethereum-ი მართლა ძალიან საინტერესო არის. Ethereum-ზე ჩემი ორდერები და ანუ მე გეონებოდით მეგობრებო, აი კიდევ ერთხელ ანუ მე არ მიყვარს ხოლმე მეგით რა იმას ვამბობდი, მაგრამ ნუ ვამბობდი და რა უნდა ვთქვა. აი ზუსტად ვამბობდი რომ არ მომწონდა Ethereum-ის price action-ი, იმიტომ რომ ანუ თან ისიც ავთქვი რომ ეს უფრო გამოცდილებაზე არის მეთქი.
დაყრდნობილი რო არის აი ხდება კონსტრუქციები და ესეთი კონსტრუქციები ნახე როცა შენ როდის ხდები კარგი ტრეიდერი ხო როცა ბევრი ტრეიდები გაქვს აღებული ანუ ბევრი ერთი და იგივე კონსტრუქციები რომელიც ძალიან გავს ერთმანეთთან ერთ-ერთი არის ერთმანეთთან იღებ და უბრალოდ ესე ვთქვათ იმახსოვრებ და შენში რჩება ხო? აი ზუსტად მაგ გამოცდილებიდან გამომდინარე მქონდა ნათქვამი რომ აი ეს არ მომწონს მეთქე აი ეს რიტესტი არ მომწონს იმიტომ რომ ეს იყო მაქსიმალურად აგრესიული ლიკვიდობა იყო აქ ქვემოთ გახსნილი აქ ქვემოთ გახსნილი იყო ლიკვიდობა და ვიცოდი რომ ეს ადგილებიც უნდა გატესტილიყო მაგრამ ბაზარი რომ წავიდა მაღლა ვთქვი რომ ოკეი აღარ გაიტესტება მეთქი იმიტომ რომ ბაზარი წავიდა მაღლა ეს რაც გააკეთა იყო ძალიან პოზიტიური მე პირიქით აქ რომ ვიყავით ჩემი ბაიასი იყო რომ ფასი აუცილებლად უნდა ჩამოსულიყო აქ მაგრამ დავინახეთ რომ მოხდა რაღაცა წავიდა ბაზარი მაღლა იყო ძალიან დიდი პოზიტივი გავარღვეთ ეს დროპ ოფის და ანუ მეგონა რომ ოკეი შეიძლება ბაზარი წავიდეს მაღლა მაგრამ დავინახეთ რომ ის გამართლდა რასაც ვამბობდი და გაიტესტა მაინც ეს ლეველი რაც რა თქმა უნდა ნუ ერთი არის ის რომ მიხარია რომ ჩემი ისევ უკაცრავად ჩემი პროგნოზი ისევ გამართლდა მაგრამ სამწუხაროდ რა თქმა უნდა რომ ახლა ვარდნა განიცადა კრიპტომ იმიტომ რომ ბევრმა დაკარგა ძალიან ფული ძალიან ბევრმა დაკარგა ძალიან ბევრი ფული მით უმეტეს ახალ ბედებმა რომლებიც ანუ პირადში ვიდეოს ჩაწერას თხოვენ მეკითხებიან რა მოხდა აი რა გავაკეთო აი ეს და ძალიან სამწუხარო ძალიან ის არის მაგრამ ნუ ეს არის კრიპტო ბაზარი ეს არის ინვესტიციები ეს არის ტრეიდინგი ვიღაცამ უნდა დაკარგოს ფული რომ მეორე მხარეს ვიღაცამ გააკეთოს ეხლა რა შეეხება ეთერიუმს მეგობრებო ეთერიუმის ქონა ნათქვამი რომ ეს იყო ის ბოლო დროპ-ოფი რომელმაც წაგიყვანა ჩვენ ქვემოთ და ამ დროპ-ოფს თუ გავარღვევდით შესაძლებელი იყო რომ ანუ შემდეგ შევეჯახებოდით აი ამას, ნუ ესეც გქონდა ასე ვთქვათ გახაზული ეს ლეველი და ამასაც თუ გავარღვევდით რა თქმა უნდა შემდეგ უკვე ნახავდით all time highs მაგრამ ამის გარღვევას არ უყურებდი უფრო უყურებდი აი ამ drop off-ის გარღვევას იმიტომ რომ ნახეთ ახლა ეს არის ძალიან კარგი მაგალითი თუ რატომ არ უყურებდი აი ამ level-ს და რატომ უყურებდი აი ამ drop off-ს იმიტომ რომ ეს ლეველი ანუ ეს საიდან წარმოიშვა ეს წარმოიშვა იმიტომ რომ ეს იყო აქ ჩვენი drop off-ი და ამ level-მა დაარეჯექტა ეს და წამოვიდა ქვემოთ, ხო? ანუ ეს level-ი არ არის უკვე ეს ძალიან სიგნიფიკანტური რომ გავარღვევთ, უფრო ეს ასე ვთქვათ, ეს drop-off-ი არის, ხო? ამიტომ მე მეჩვენა რომ ეს swing-ი გაგვერღვია და მაგ შემთხვევაში შეგვეძლო გვივარაუდო რომ ახალ time highs ვნახავთ. მაგრამ ჩემთვის ესეც უკვე მაგმა ყოფილებდა და აქ უკვე ეს რო გავარღვევთ, მე უკვე ვეძებდი დიდ long-ებს. მაგრამ ნახეთ ახლა რა ხდება მეგობრებო, როცა ჩვენ გავარღვევთ აი ეს level-ი, წავშალოთ აქ ყველაფერი. როცა Ethereum-ზე გავარღვევთ აი ეს level-ი, ანუ ნახეთ, ანუ გქონდა აქ ძალიან დიდი მწვანე სანთელი და მე გქონდა ეგრევე წითელი სანთელი, რას ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს იმას, რომ ანუ ეს იყო ჩვეულებრივი ლიკვიდობა, რომ ვინც აქ იყიდა და აქ იყიდა, უბრალოდ ლიკვიდობა იყო, მაღლა რომ მათ ორდერები შევსებული იყო, sell ორდერები და ბაზარი წამოვიდა ქვემოთ. ანუ ძალიან ბევრს იყენ აქ გაყიდვის ორდერები და მოგების დაფიქსირების ორდერები და ამ ყველაფერს ხედავთ ჩვენ აი ამ დიდ წითელ სანთელზე, რომელიც არის აი ამ მწვანე სანთელზე, ძალიან დიდი, ანუ ის ზრდა რაც გააკეთა მან ბოლო 1 2 3 4 დღეში აი აქ, ნუ ერთ დღეში მთლიანად დავკარგეთ და დათმო ეს მთლიანი ზრდა გადავიდეთ ახლა double time frame-ზე მეგობრებო, ნუ აქაც ნახეთ იდეალურად ჩანს, ანუ Bitcoin-ზე რა თქმა უნდა სხვანაირი კონსტრუქცია არის, მაგრამ ნუ აქაც ნახეთ ზუსტად იგივე რაღაცა ხდება. ვაშენებთ აქ ლიკვიდობას, ეს არის ჩვენი ლეველი, ანუ აქ უკვე დავკარგეთ ეს ლეველი, აქ კონსტრუქცია იყო double time frame-ზე, ჩამოვედით ქვემოთ. ნუ ეს იყო ორმაგი კონფირმაცია, მე აქ მინდოდა short-ში შესვლა, მაგრამ აქ აღარ შემივსვა, აღარ იყო ძალა რომ აქ ამოსულიყო და წამოვიდა ეგრევე მაღლა, თორემ მე აქ ამ ვარდნას Ethereum-ზე აუცილებლად დავიჭერდი, Bitcoin-ზე არ შევსულვარ, მაგრამ Ethereum-ზე ველოდებოდი, რომ Ethereum-ზე შევსებული იყო ეს ორდერი, მაგრამ სამწუხაროდ არ შემივსვა, მაგრამ თვითონ აი აქ ხედავთ რომ ისიც ქონდა დაყენებული. ყველა უბრალოდ არ არის აქ ეს დაყენებული. ალერტი მქონდა აქაც დაყენებული. აი აქ ხედავთ რომ ალერტი ქონდა დაყენებული და ანუ ეს იყო იდეალური ლეველი, ანუ ხედავთ რომ რა კარგი, ანუ სუპორტი იყო აი აქ ლოკალურადაც და ამას თუ გავყვებით მე ისტორიაში აქაც ხედავთ რომ იყო იდეალური ლეველი, ანუ აქაც სუპორტი იყო, აქ უკვე აი აქ უკვე რეზისტენცი იყო, შემდეგ აქ უკვე სუპორტი იყო და ასე შემდეგ. ანუ იდეალური ლეველი იყო, რომ აქ ამოსულიყო და მე წამოსულიყო ქვემოთ და დავიჭერდი რა თქმა უნდა ძალიან დიდ შორტს. არ მოხდა, მაგრამ არანაირი პრობლემა არ არის. ნუ რაც შეეხება Ethereum-ს, ანუ Bitcoin-ზე ვთქვი რომ კიდე ქვემოთ შეიძლება გაიტესტოს, მაგრამ Ethereum-ზე აღარაფერი მინდა რომ გაიტესტოს. ქვემოთ როგორც ვთქვი, უბრალოდ შეიძლება
ეს ლიკვიდობა რომელიც ვნახეთ, აი ეს ვიკი ისევ ეს ლიკვიდობა რაც მოხდა, ანუ როგორც წეღავთ თქვენ რომ ბევრს არ შეებს ორდერები, ბევრმა ვერ იყიდა, ბევრმა შეიძლება ეს ლიკვიდობა ისევ წამოვიდეს ქვემოთ და ანუ აქედან დაიწყოს მე ახალი კონსტრუქციის შენება და წავიდეს მაღლა, იმიტომ რომ ეხლა რა გააკეთა ბაზარმა, ანუ ბაზარი ჩამოვარდა ესე, გააკეთა ესე თქვა დიდი დროპი, შემდეგ ესეთ რაღაცას აკეთებს და შეუძლებელი არის ეხლა რომ ისევ ესეთი რაღაცა გააკეთოს, ხო, ანუ ბაზარი წამოვიდა ქვემოთ გააკეთე ესეთი ზრდა, გინდა რომ აქ რაღაც რენჯი გააკეთოს, რაც აკეთებს ახლა დაბალ ტაიმფრეიმზე, გინდა რომ ეს ყველაფერი გატესტოს ისევ, რომ იყვნენ თუ არა აქ ნამდვილად კიდევ მყიდველები და შემდეგ აქედან დაიწყოს ესე ვთქვათ ბაზრის რაიმე კონსტრუქციის წარმოქმნა, სადაც შეგიძლია შემდეგ შორტი აიღო, ან ლონგი აიღო და ასე შემდეგ, მაგრამ ანუ ეხლა აქ ლოკალურად პირდაპირ შორტი და ლონგი არ არის, მაგრამ უნდა ვიცოდეთ რომ ბაზარი შეიძლება კიდევ აქამდე ჩამოდის, ანუ ეს ლიკვიდობა კიდევ გაიტესტოს, მაგრამ ამის ქვემოთ ჩამოვედით, ანუ ცუდად იქნება საქმე, იმიტომ რომ შემდეგ შეგვიძლია უკვე ვუყუროთ დაბალ ლეველებს, როგორიც არის, ანუ ეს გაიტესტა, ძალიან მაგრა. ანუ ეს არის პრეს აქშენის სილამაზე, მეგობრებო, ანუ ტყუილუბრალოდ არ განვიხილავდი მე ამ ლეველს, ტყუილუბრალოდ არ განვიხილავდი მე ამ ლეველს. ანუ ეს ლეველები და სადაც გაიტესტა ბაზარი, ხო, ამ ყველაფრის კონფირმაციები შეგვიძლია გადმოვიღოთ, ნახეთ. იდეალურად არის გატესტილი, ხო? აქედანაც შეგვიძლია ის წამოვიღოთ, ესეც იდეალურად არის გატესტილი და აქედანაც შეგვიძლია წამოვიღოთ, ესეც იდეალურად არის გატესტილი და ანუ ამ ყველაფერს განახებთ მე ჩვეულებრივად ვედეცია საფულეშიც. მოკლედ, ეთერიუმზე აღარ მინდა რომ ბაზარი ქვემოთ წამოვიდეს, ანუ ამის დაკარგვა არ მინდა. ну დღიურზე ეს თუ დავკარგეთ ეს ლეველი ეგეც უკვე ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ ну ეს თუ შევინარჩუნეთ კიდე შეგვიძლია რაღაცა პოზიტიურის დავიტოვოთ, რომ აი მაინც რაღაც დავარეჯექტეთ და შეიძლება ბაზარი მაღლა წავიდეს, მაგრამ თუ გვინდა რომ ბაზარი მაღლა წავიდეს, რაც შეიძლება მაქსიმალურად დიდი პოზიტივი უნდა იყოს ბაზარზე შენარჩუნებული და უნდა ხედავდეთ რომ ყველა ვარდნაზე მყიდველები არიან, თუმცა ყველა ვარდნაზე თუ არ იყვნენ მყიდველები, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ბაზარი არ არის ძლიერი და შეიძლება წამოვიდეს უფრო ქვემოთ. მაგრამ ასე ახლა ვხედავთ არის ის რომ ყველა ლიკვიდობები რაც ასაღები იყო აიღო ბიტკოინმას და ეთერიუმმას და თუ ბაზარი უნდა წავიდეს მაღლა, მაშინ უნდა წავიდეს ახლა, იმიტომ რომ სხვა სადღა უნდა იყოს ლიკვიდობა, ხო? თუ კიდე ლიკვიდობა იყო ქვემოთ, მაგ შემთხვევაში შეგვიძლია ვარაუდოთ რომ ანუ ძალიან ცუდი პერიოდი იწყება. ну ახლა ლოკალურად რო შევხედოთ მეგობრებო ეთერიუმზე მე ვზივარ შორტში ვზივარ, ანუ აქ ვერ შევიდოდი შორტში, იმიტომ რომ stop loss ვერ იმაშვრებოდი, ვერ საზღვრავდი, მაგრამ აქ უკვე ნახეთ, ანუ გაიტესტა ეს და შემდეგ გქონდა აქ ესეთი ლეველი, რომელიც ჩამოვარგოთ, მაგრამ ეს არის მეგობრებო scalp trade. Scalp trade არის, ну აქ შევედი შორტში, ერთ take profit უკვე მაქვს დაფიქსირებული მეგობრებო, აი აქ დამიფიქსირა. ეს 10 და მეგობრებო სხვათა შორის ცოტა, ამან არ დამიფიქსირა, აი ამან დამიფიქსირა პირველი take profit-ი. Stop loss-ი ჯერ break even-ში არა მაქვს, იმიტომ რომ შემდეგი take profit-ი მაქვს აი აქ რო ჩამოვა ბაზარი, მაგ შემთხვევაში უკვე stop loss break even-ში კი არა, take profit-ში ჩამოვიტან, ანუ აქ გააჩნია როგორი კონსტრუქცია წამოვა და აქ ჩამოვიტან. და შემდეგი take profit-ი მექნება აი აქ, ну დანარჩენს მე უკვე გავუშვებ თუ მოხდა კიდევ სასწავლო დავარდა ბაზარი კიდე მაგ შემთხვევაში შეიძლება ძალიან დიდი მოგება იყოს. ну ეს არის ჩემი შორტი ახლა ეთერიუმზე, ვუყურებ თუ არა ლონგებსაც ვუყურებ მეგობრებო და ლონგებს ვუყურებ იმ ადგილებზე, სადაც მე მიყენია ჩემი take profit-ები. პირველი არის აი აქ და მეორე არის აი აქ. ანუ არ ვიცი სადამდე ჩამოვა ბაზარი, რა თქმა უნდა, ორივე არის ლეგიტიმური ლეველი. თუ აქ ჩამოვიდა ბაზარი, აქ დაველოდები რომ ბაზარზე მოხდეს უკუცლა და აქ ავიღო ლონგი, ან აქ თუ ჩამოვიდა, აქაც ლიკვიდობის აღებას დაველოდები და ვეკონსტრუქციაზე ავიღებ ან ესეთ ტრეიდს, ან დაველოდები ორმაქვს კონფირმაციას. გააჩნია როგორი პრეს აქშენი გვექნება, როგორი ვოლიუმი გვექნება, როგორი ვოლატილობა გვექნება, ხო? ეს ყველაფერი არ არის ჩემზე დამოკიდებული, ეს ყველაფერი არის ბაზარზე დამოკიდებული, რასაც ბაზარი მომცემს მე ვარ მზად რომ მას მოვუსმინო და გავაკეთო ის, რასაც მეტყვის. მაგრამ პირველ take profit-ი მაქვს დაფიქსირებული, თუ გავისტოპები პლუს მინუს break even-ში, ასე რომ I'm happy with that. იმისთვის რომ ეთერიუმზე ისე პოზიტიურობა შენარჩუნდეს, ну კიდევ ერთხელ აქ ისე სავარაუდოდ ლიკვიდობას მოუძებნით. აქაც ხედავთ რომ 1 საათიანი drop-off-ი, 1 საათიანი ჩამოვარღვეთ და ნახეთ, ანუ ერთ მაღალ ტაიმფრეიმზეც იდეალური შორტი იქნებოდა აი აქ და მაღალ ტაიმფრეიმზეც განსაზღვრავდი სხვათა შორის აქ შენ stop loss შეგეძლო აქ დაგეყენა და აქ შორტი.
ну დაველოდებით რომ აქ ისევ ქვემოთ ჩამოვიდეს, აქედან ეწყოს შემდეგ კონსტრუქციის წარმოშობა და მერე წავიდეს ბაზარი მაღლა. იმ შემთხვევაში თუ შენ გინდა ახლა ლონგებს უყურო, მაგ შემთხვევაში ამას არ დაველოდებოდი, ანუ ამის გარღვევას არ გამიაქტიურდებოდა ლონგები, მაგრამ აი აქ ეს ლეველი თუ გავარღვევთ, მაგ შემთხვევაში გამიაქტიურდებოდა მე ლონგები, მაგრამ ჩემი რევარდი იქნებოდა აქამდე. აქ უკვე მექნებოდა პლუს მინუს 60-70% გაყიდული და დანარჩენ 40%-ს დავტოვებდი თუ აქამდე წამოვიდოდა ბაზარი, რაც არ მგონია რომ მოხდეს, მაგრამ შენ არ იცი. არ უნდა გქონდეს ბაიასი, შეიძლება ჩვეულებრივად მოხდეს. ეს არის ჩემი გეგმა მეგობრებო ეთერიუმზე და მოდი კიდევ ერთხელ გადავხედოთ ალტებს. შეიძლება ძალიან ბევრს გული გაუსკდეს თუ რა ხდება ალტებზე. ანუ აი რაღაც ალტებზე რო ლაპარაკობ ხომ და რომ მეუნებიან. აი ეგ არ არის ფუნდამენტალურად ძლიერი. კაი მოდი ახლა გადავხედოთ რომელს იცით? ჩემი კითხვა არის თუ არა ლაიტკოინი ფუნდამენტალურად ძლიერი კოინი. და აი ნახეთ ახლა მეგობრებო კიდევ ერთხელ აი ძალიან მაგარი მაგალითი. აქ იყო იდეალური ლონგი, იმიტომ რომ აქ გავარღვევთ ეს დროპ-ოფი, იყო იდეალური ლონგი და ნახეთ შეხვედი ლონგში დააფიქსირე მოგება გამოხვედი ტრეიდიდან ხო ანუ აქ არანაირი ინვესტიცია გაქვს არანაირად ელოდები რომ აი ის პროტოკოლი ამის პროტოკოლი იმის აპდეიტი ამის აპდეიტი და რომც არ გამოსულიყო ეს ტრეიდი გაისტოპებოდი და შენ რა თანხაც განსაზღვრე ზუსტად იგივეს დაკარგავდი მაგრამ მთლიან შენი პორტფოლიოთი რომ აქ შედიხარ და ელოდები რომ იგივე გააკეთოს რაც ბიტკოინმა გააკეთა ანუ ეხლა მე ხო ვერავინ ვერ მეტყვის რომ ლაიტკოინს ცუდი ფუნდამენტი აქვს ხო ანუ იმიტომ რომ ძალიან ბევრი ფილოსოფოსი გამოჩნდებოდა ხოლმე და ეს ფუნდამენტურია ეს ის არის ეს ის ამას ისეთი გუნდი ყავს ეს ის აკეთებს ამას ის აკეთებს ანუ ეს ლაიტკოინი არის თუ არა ფუნდამენტალურად ძლიერი კოინი ანუ არის თუ არა ეს თითქმის all time low თუ რა ვიცი აი რა დავარქვათ არ ვიცი ხო გადავიდეთ დოტზე არის თუ არა დოტი ფუნდამენტალურად ძლიერი კოინი. მე რამდენი all time low გააკეთა ახლა დოტმა. კარდანო ნახოთ. კარდანომ კიდე რა ნახეთ სად ჩამოვიდა. 35 თეთრი გადასტა ისევ, როცა ბოლო ლოკალური high, all time ლოკალურია 24 წლის ხო ერთ წლის წინანდელი 1.34-ზე იყო და all time high 3.3-ზე. რა ვიცი, ალბათ თქვენ რომელი ფუნდამენტალურად ძლიერი კოინი რომელმა ძლიერმა კოინმა ესე ვთქვათ ფუნდამენტალურმა მითხარით რომ საპირისპირო გააკეთა ესე ვთქვათ და წავიდა მაგრამ სხვათა შორის ეს XMR-ს მონეროს ძალიან დიდი ხანი ვაკვირდები და ყოველთვის ბაზრის საწინააღმდეგოდ მიდის. თუ კრიპტობაზარი მაღლა მიდის, ეს პირიქით კორექციას აკეთებს და თუ კრიპტობაზარი კორექციას აკეთებს, ეს პირიქით მაღლა მიდის ხოლმე და საინტერესო არის დასაკვირვებლად. აი მეგობრებო, თუ მე გადავწყვეტე კრიპტო, ანუ ალტკოინებში ინვესტიცია თუ გადავწყვეტე და ესე ვთქვათ დავიწყე, მაგ შემთხვევაში მე დავიწყებ ესეთი კოინებით. დავიწყებ ესეთ კოინებში, რომელსაც მართლა use case-ი აქვს, რომელიც არის მაგალითად აი BNB. რომელიც არის მაგალითად Bybit-საც აქვს კოინი, Bybit-ის კოინი და ასე შემდეგ. მაგ შემთხვევაში შემიძლია დავიწყო, იმიტომ რომ მაგ შემთხვევაში ვიცი რომ მართლა არის იმ კოინის უკან რაღაც კომპანია, თან რაღაც კომპანია, კი არა, დიდი კომპანია, ბირჟა, ის მართლა გამოიყენება რაღაცაში, იმიტომ რომ BNB თუ გაქვს ნაკლებ გადასახადებს იხდი, BNB-ში შეგიძლია რაღაცებში მიიღო მონაწილეობა, ასე შემდეგ, ამიტომ BNB იქნებოდა ჩემთვის საინტერესო. სხვათა შორის ეს მონიშნული მქონდა რომ აქ მინდოდა ტრეიდის აღება ოღონდ როცა ბაზარი იყო აი აქ მაგრამ ნუ რო გააგრძელა უკვე ეს ორდერი მოხსენი და ვხედავთ რომ ეხლა ისევ შევსვი მაგრამ ანუ რა თქმა უნდა ეს ორდერი აღარ მქონდა დატოვებული ნუ ესეთ კოინებში გავაკეთებდი მე რა თქმა უნდა ინვესტიციას მაგრამ ანუ ისე რომ აი კასპა და რა ქვია კიდე იმას ატომი და რა ვიცი კიდე სეი და სუი და მი და მუიანო აი კიდევ ერთხელ მეგობრებო მინდა უბრალოდ მართლა გულით მინდა რომ მე თქვენ რაღაცაში დაგეხმაროთ ხო უბრალოდ ჩახედეთ თქვენს საფულეს მოგწონთ თუ არა რაც ხდება ის თუ პირველად ხდება ანუ კიდე შეგიძლიათ თქვა რომ აიცი რა პირველად მოხდა ცუდრო შევედი რაღაცა და კაი ხო შეიძლება კიდევ გაიმეორო მაგრამ როცა 10 ჯერ ხდება ზუსტად იგივე და როცა მე გეუნები რომ ეგ მოხდება და მართლა ეგ ხდება ხო შეგიძლია რომ რაღაც სხვანაირად შეხედავ ხო ან ნახე
ჩვენ ხო ცხრები არა ვართ, იმიტომ რომ ერთხელ პატარობაში მქონდა ეგეთი რაღაცა და ანუ ეგეთი მაგალითი მომიყვანეს რა, რომ ცხვარმა არ იცისო უკან დახევაო. ანუ ცხვარი სადმე თუ გაიჭედა ბადესში ხო მაგალითად, ანუ მას შეუძლია ერთი ნაბიჯი უკან გადმოდგას, არიდოს თავი მახეს და წავიდეს გაგზელოს გზა ხო? მაგრამ ცხვარი რისთვისაა ცხვარი, რომ პირიქით იმ რქებით მიაწვეს და ანუ შეეცადოს რომ წინ წავიდეს, რასაც ვერასდროს ვერ იმას იზავს, ხო? ვერ შეძლებს თუ ვინმე არ დაეხმარა. ამიტომ აუცილებელი არის რომ ერთი ნაბიჯი უკან გადმოდგა, შორიდან დააკვირდე რა ხდება, როგორ ხდება, რა გააკეთე კარგად, რა გააკეთე ცუდად, გაანალიზო და შემდეგ ესე ვთქვა, რავი, ახალი სტრატეგიით, ცოტა სხვანაირი მიდგომით, ისევ გააგრძელო წინ და წინ სვლა, ხო? რას ფიქრობთ თქვენ, უნდა იყიდოთ არა ბიტკოინი ახლა? მე ორდერების შევისო, რა თქმა უნდა, და ახლა ბიტკოინს მე ახარ ვიყიდი უკვე, ორდერების შევისო, ეთერეუმით შევისო, მაინტერესებს თქვენი ორდერები შევისო თუ არა. ასევე დაიმახსოვრეთ, რომ ყოველთვის უნდა გქონდეთ ორდერები წინასწარ დაყენებული, იმიტომ რომ ვინც პირველი აყენებს ორდერს, იმის ორდერი ივსება პირველად. შენ თუ ბოლოს დააყენე ორდერი, რა თქმა უნდა, მე თუ გაიჭედა ბაზარი, ან მარკეტით გინდა ყიდვა, ან რა თქმა უნდა, ვეღარ იყიდიან. თუ იყიდი და გააგიმართლა ძალიან დიდ ფიებს გადაიხდი. ამიტომ ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი და თუ მოგეწონათ ვიდეო, აუცილებლად გამოიწერეთ არხი და ლაიქეთ ვიდეო და გააქტიურეთ ზარის ღილაკი.